მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ რა გეგმები აქვს მაღალი ძალებს თქვენ პირად ცხოვრებაზე, ხო? ნუ ავიღოთ ჩვენ პერიოდი მაქსიმუმ წლის ბოლომდე აიღეთ, მაგრამ მე ავიღებ დაახლოებით, ერთი თვე ავიღოთ. ნახოთ, თქვენ როგორც გინდა, მაქსიმუმ მიგითხარით რა. ნახოთ. ეხლა რა ენერგიებში მყავხართ და მე ვკითხოთ რა გეგმები აქვს მაღალ ძალებს. თქვენს პირად ცხოვრებაზე. ანუ ეხლა რა, ეხლა თქვენ ხართ როგორ იცით, აი სულ რაღაცა შრომობთ, სულ რაღაცა შეიძლება რამეზე მუშაობთ ეხლა მნიშვნელოვანზე თქვენთვის და ზოგი მუშაობს ეხლა და ინტერნეტში შეიძლება გადიხართ, ხო, ზოგი საზღვარგარეთ ხართ. და ყოველ შემთხვევაში დიდ შრომაში ხართ ეხლა. და ცდილობთ რომ რაღაცას რთული სიტუაციიდან გამოსვლას რა შეიძლება დავუშვათ რაღაცა გაწუხებთ თქვენ და ცდილობთ ამით დამშვიდდეთ რა. ანუ ეს სამსახური თქვენ გაძლევთ საშუალებას რომ თქვენ შეიძლება სწავლობთ რამეს ხო არ გამოვრიცხავ, მაგრამ აი თითქოს მაგით თქვენ ეძებთ ანუ ამ მუშაობით რომ შედიხართ, მაგით ცდილობთ მაქსიმალურად მოერიოთ რაღაცა სიტუაციას, რომელიც სულ აი აქ ტვინში გიზის რა. რომ აი მინდა ამოვაგდო, მინდა ამით თითქოს ცდილობთ რომ მოვკლა რა ეგ სიტუაცია რა მაქსიმალურად, იმიტომ რომ უკვე ხართ რაღაც მისულები, ძალიან ისეთი ნერვიულობაზე ხო კი ბატონო, მაგრამ გამოდიხართ პრინციპში ამ სიტუაციიდან რა. აქ დამთავრება არის, აი ზუსტად თქვენ ნახავთ, თითქოს გამოსავალი ზოგმა შეიძლება ნახა კიდევაც ეს გამოსავალი უკვე, იმიტომ რომ აქ გეუბნეთ, როცა შენ აი ტვინი მუშაობს და ტვინი არ ჩერდება, ხო? თქვენ ახლა მაგას ცდილობთ მაქსიმალურად, როგორც გითხარით, რაღაცა სამუშაო პროცესებით დაასრულოთ, მაგრამ პრინციპში თქვენ ეს გამოგდეთ რა, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება აკეთებს რამე პრაქტიკებს, ზოგი რაღაცებს აი თქვათ, ვინ რა, ხო? რა ხერხს იყენებთ აქ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ თითქოს აი ამ ყველაფერს გაუმკლავდებით, იცით, აი მოერევით ამაგას რა, მოერევით, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა რჩევას დაუშვათ ეხლა ეკითხება. აქ ეხლა რა არის, იცით, აი დაუშვათ კიდევაც საზღვარგარეთ ხართ სიტყვაზე და ფიქრობთ, რა გავაკეთო მე? აი რა სამსახური სად ვნახო? ხო? და აი აქ ვიღაცა დაგეხმარება, აქ ენახეთ როგორ იციან ხოლმე, ვაიმე სრულიად შემთხვევით ვიღაცა მოვიდა, ან მე მეცნობა ხოლმე რომ მე სრულიად შემთხვევით თქვენი ვიდეო ვნახე, სრულიად შემთხვევით თქვენთან მოვხდე. სრულიად შემთხვევით არაფერი არ ხდება. ეს უკვე დამტკიცებულია. აქ ესე იგი მაღალი ძალები ყოველთვის მიგიყვანებენ იქ, ვისაც აქვს შენთვის დახმარების საშუალება ან რაღაცა სიტყვა, რომელიც შენ გამოგიყვანს რთული პერიოდიდან. მთავარია შენ არ უნდა იჯდეს შენ მარტო თქვა დაუშვათ რაღაცა პრობლემაში რა. და აი აქ თქვენ მართლა ძალიან დიდი პროცესი გაქვთ გამოვლილი იმისთვის, რომ აი ეს რას გაწუხებდათ, აი გამოსავალი გეპოვათ რა. კი ბატონო და უკვე ახალ რაღაცა ეტაპზე გადეხართ რა. კი ბატონო, კი ბატონო. იმიტომ რომ თითქოს ნახეთ რაღაცა ვიღაცამ გირჩიათ რამე, ან თქვენ თვითონ თქვენ თვითონ არა აქ ვიღაცას მეშვეობთ რა, იმიტომ რომ მარტო აქ ძალიან რთულია აქ ყოფნა ვიღაცა, ეს შეიძლება ხო გეუბნებით, თუნდაც ახლა ვიდეო ვინმე ნახეთ, თქვა დაუშვოთ ახლა ან რამე ინფორმაცია ნახეთ, ახლა თქვათ წაიკითხეთ ეგაც ვიღაცამ რაღაცამ, ხო, წიგნმა დაგეხმარათ სიტყვაზე, შეიძლება ადამიანი უშუალოდ თქვა დაგეხმარა თქვენ, მაგრამ თქვენ აქ გააკეთეთ ძალიან დიდი გადაფასება თქვენი გზის და თქვით რომ მე ვარ ნამდვილად არ ვიჯდები უკვე ასეთ მდგომარეობაში, დამთავრდა ეს სიტუაცია, მე ვარ ადამიანი რომელმაც აი რაღაცა ისწავლეთ კიდევაც, გაიგეთ, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი ზოგი შეიძლება даже აქ ურთიერთობაზეც რაღაც ისწავლეთ. ძალიან საინტერესო ენერგია. ნახოთ ახლა ჩვენ მაღალი ძალებსაც ვკითხოთ, იმიტომ რომ მაღალი ძალები ეგრევე სამყარო, აგერ გამოვიდა პირველ რიგში, რომ ნამდვილად შეიძლება, გეხმარებოდეთ კიდევაც, ან თქვენ გქონდათ რამე ისეთი
კავშირი, ნუ აქ даже 21 არკანი იმას საზაჩვენებს, შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდა, თქვა ლოცულობდა რამეზე, ხო? მამაოს ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ გოგო ნახეთ, არის აქ განდეკელი მიდის და აი შეიძლება მამაოს ელაპარაკებოდა ვიღაცა, ნუ ან ადამიანს, რომელიც თქვა აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ფაქტი იმაში, რომ ამ ადამიანმა ეს თითქოს მოგცა რჩევა ისეთი, აი გზა გაგინათათ რა და უკვე ამ რთული პერიოდიდან გამოდიხართ. ნახოთ ეხლა რას უკვე გეგმავენ საერთოდ მაღალი ძალები თქვენთვის რა, ანუ თქვენ პირად ცხოვრებაზე. მე ხარ მინდა ეს ორი დასტა გამოვიყენო. Так, პირველი ნახოთ რას. Так. მაღალი ძალები. Ну, პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად აი აქ გამოდიხართ იმ პერიოდიდან, რომელიც იყო თქვენთვის გაუგებარი. აქ რაღაცა ინფორმაცია შეიძლება გაიგებთ, შეიძლება გაგინათდებათ რაღაცა. ანუ რა არის, იცით? აი დაუშვათ ადამიანი პირად ცხოვრებაზე. აქ გაერკვევა რაღაცა სიტუაცია, ადამიანი, რომელიც იყო თქვენგან მანძილზე, რომელზეც თქვენ ფიქრობდით, შეიძლება გაუგებრობა იყო, აი თუ არ იცოდით როგორ რანაირად, პირველ რიგში თქვენს თავს ირჩევთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე კიდე აი თითქოს გაერკვევა რაღაცა ამ ადამიანთან რა დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი როგორ არის, იცით, თქვენ შეიძლება გაიგოთ ან რამე გზავნილს მიიღებთ ამ ადამიანისგან, ანუ სიტუაცია გაერკვევა, დაუშვოთ, თქვენ აი აქ არ იცოდეთ თქვა, დაუშვოთ რა იყო, ანუ რით დამთავრდება ეს თქვენი ნერვიულობა, ეს თქვენი თქვა პაუზა შეიძლება, ხო? იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრმა გაიარეს ეს პერიოდი. აი აქ გაურკვეველი სიტუაცია თქვენთვის იქნება გასაგები რა. იმიტომ რომ თქვენ აქ მიიღებთ გზავნილს და კარგ გზავნილს ადამიანისგან, რომელიც თქვენს მიმართ იყო ცივ ენერგიაში რა, ხმალების მეფე, ანუ რომელიც ჩუმად იჯდა თავისთვის, ფიქრობდა, ან შემებიჭებოთ თუ თქვენ უყურებთ, ესე იგი თქვენ თვითონ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ როდემდე უნდა იყოს ეგ სიტუაცია, თქვათ ახლა ასე გაუგებარი, მოდი გავაიასნოთ ყველაფერი, მოდი გავარკვიოთ ყველაფერი. ანუ პირველ რიგში შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენ აი აქ მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც თქვენ ნამდვილად მოგიტანს გაგებას სიტუაციაში, რომელიც თქვენ გაწუხებდა დიდი ხანია და ეს მოხდება ძალიან ჩქარა, ძალიან ჩქარა. აი და ხო გეუბნებით, აქ თითქოს ადამიანი ახლა თვითონ ეს ადამიანიც რა ახლა ისეთ მდგომარეობაში არის, რომ ნუ გაორებულია რა, რო იტყვიან, მაგრამ აქ თითქოს გადაწყვეტილებას იღებს ეს ადამიანი და გამოდის ამ ხო მაგას მობეზრდა ჯდომა უკვე თქვა ბევრი იფიქრა, ბევრი რამე გაანალიზა, ბევრი რაღაც და ახლა ფიქრობს, რომ უკვე რაღაცა უნდა ვიმოქმედო, просто უბრალოდ მაგას ქონდა, როგორ იცით, აი გაუგებარი იყო სიტუაცია და შორს იყავეთ ერთმანეთისგან რა. შეიძლება მოხდა აქ სიტუაცია, რომელმაც იქ მიგიყვანეთ, მაგრამ აქ დასრულდა ეს პერიოდი, რაღაცა შეიძლება ადამიანი გაგებუტად და დიდი ხანი იყო გაბუტული, მაგრამ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ всё, ნუ თითქოს გამოსავალი ნახა, იმიტომ რომ ამას არ უნდა ამ ურთიერთობის დაკარგვა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამის, იმიტომ რომ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ, აქ დედოფალიც არის პენტაკლების და იმპერატრიცაც არის რა. და აი ნამდვილად არის სიტუაცია, რომელიც უკვე უნდა შეიცვალოს სრულად, აქ თითქოს ბედი ერევა თქვენს ცხოვრებაში, გოგოებო, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა თუ დაუშვათ ეს მომენტი იყო თქვენთვის ძალიან აქ იქნება ქმედება, გეუბნებით, აქ რაღაცას მაჩვენებენ, რომ შეიძლება არ იყო არაფერი ქმედება, მაგრამ აქ ადამიანი მიხვდება თქვენს ფასს, კი. კი, ყველა ვარიანტში სიყვარულს ირჩევს და აგერ არის თქვენი ეს, იმიტომ რომ მაგას აქ პერიოდი მთავრდება ძალიან რაღაც აუცილებელი, როცა თქვენ ჩაქვსვეს, თქვათ, ორივენი ნუ ამ მდგომარეობაში
თქვენი პარტნიორი აგერ მაგასაც აჩვენებენ, ყოფილი ვიღაცის, ხო? ან ადამიანი, რომელიც თქვა შეიძლება ყოფილიც არა, მაგრამ ცივად ექცეოდა დაუშვათ. ეხლა მე არ მიყვარს ხმალების მეფეზე, როცა ყოფილს ამბობენ, უბრალოდ ეხლა რომ გასაგები იყოს ადამიანი, რომელიც თქვა ეხლა არ იქცეოდა ისე როგორც თქვათ ეხლა გულს გტკენდა თავისი სიცივით, ხო? აი ეს ადამიანი დნება, იმიტომ რომ ეს განშორება ზოგჯერ არის ძალიან ზოგჯერ კი არა, ყოველთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მაგ დროს ხდება რაღაცა გადაფასება, გინდა არ გინდა, მჭირდება არ მჭირდება, იმის გარეშე გარდა კიდე რომ ჩვენ ახლა ბევრ რაღაცას ვსწავლობთ მაგ პერიოდში, ხო? აქ ადამიანმა მიხვდა რომ მხოლოდ თქვენთან მაგი პოულობს, თქვათ, სიმშვიდეს, მხოლოდ თქვენ აძლევთ მაგას, იმას, რაც თქვათ ახლა შეიძლება სხვა ქალი ვერც მისცემს. აქ შეიძლება დაუშვოთ даже თუ იყო ჩარეული ან არჩევანი ქონდა სხვათა შორის, აი ზოგისთვის ეგაც იქნება, ნახეთ, იმიტომ რომ არის პენტაკლების დედოფალი და იმპერატრიცა, შეიძლება თქვათ იყო სიტუაცია, როცა დედა ჩაერია და ან არიან აი დედებს აქ გოგოებო ძალიან გთხოვთ, აი არ ვიცი, ვისაც ბიჭები ყავთ, ხო? აი გაითვალისწინეთ ის რომ თავარი აი როგორც არის ძალიან მაგარი ნათქვამი არის, აი ჭკვიანი დედა მოიპოვებს კიდე შვილს და ცოტა ჯიუტი დედა ასე რომ თქვა დაკარგავს რა, ანუ შვილს გულისხმობა რომ თქვა რძალი რომ შემოვა, ან ის ქალი რომელიც უყვარს თქვენ შვილს, ის იქნება კიდე ერთი და მათებითი შვილი და თუ შენ სიჯიუტის ან ჩარევას ცდილობ თქვა ურთიერთობაში, მაინც შეიძლება დაკარგო ბიჭი შენი შვილი, ხო? იმიტომ რომ მაინც რასაც შეუძლია დედა არის, მაგრამ როცა უკვე იზრდებიან ჩვენი შვილები, უკვე არის ეს მომენტი, როცა მის ცხოვრებაში ვიღაცა სხვა ქალი ჩდება, რომელიც უკვე უნდა იყოს გააბედნიეროს იგივე ეს თქვენი შვილი და ამიტომ ცოტა ეს ამასაც დაუკვირდეთ რა. ამიტომ რომ აქ ადამიანი მაინც ეს ბიჭი ირჩევს ახლა ამ თავის ქალს, იმიტომ რომ იცის რომ მხოლოდ მასთან შეუძლია იყოს ბედნიერი. ეს არის მისი არჩევანი. გაიგეთ? გულით არჩევანი. და აქ არ უნდა გეწყენოთ თქვენ რომ აი მე მაგას შეველიე მთელი ცხოვრება და მაგან ვიღაცა ეს ვიღაცა გახდის თქვენს შვილს ბედნიერს, თქვენ თუ არ ჩაერევეთ. ეს უბრალოდ აგერ რჩევასავით არის თქვენთვის. და კიდე ერთიც ნახოთ უცბად ახლა რა ცვლილება გელოდებათ თქვენ. და ახლა ეს თუ ავიღე, კაი გოგო ვიქნები. კი. ანუ კიდევ ნახოთ ახლა აქ რა ცვლილება იქნება. საერთოდ არის ესეთი აი კანონი, კარმული და სამყაროს კანონი არის. შეიძლება ახლა ბევრს არ მოეწონება, ვიცი, მაგრამ ამიტომ ეს ახლა საქართველოში მე ხო დედა ვარ. იცოდეთ ერთი რამე, როცა არის აი ეგეთი სისტემა რა. სისტემაში როცა უკვე თქვენი შვილი, თქვათ, მიდის ოჯახიდან, ანუ თქვათ, ახლა ყავს ვიღაცა, თქვათ, ქალი, რომელიც უყვარს, ან თქვათ, და გოგოებისთვის, თქვათ, კაცი. ან დაუშვათ ახლა ქმარი მით უფრო. ჯერ პირველ რიგში უკვე როცა გადააცილა, თქვათ, 18 წელს, პარტნიორი არის პირველ ადგილზე, მე მათი შვილები თუ ყავთ და მე უკვე მშობლები და მე უკვე დედმამის შვილები. ეს კანონი ასე მუშაობს, როცა ჩვენ ვარღვევთ, მე იწყება ძალიან ბევრი არასასიამოვნო მომენტები. ეს უმტკივნეულესი პროცესია, ვიცი ბევრისთვის, რომ შვილი უნდა თქვათ გაუშვა და ვიღაცას ხა ვიღაცის დაუთმო, მაგრამ ეს მასეა, თუ გვინდა ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, ეს ასეა. თუ ხედავთ რომ თქვენი შვილი იმ ურთიერთობაში ბედნიერია, ვცდილობთ რომ რამე შეცვალოთ. ეს ძალიან საინტერესო თემა და როცა არ იცი, პრობლემები გაქვს. როცა იცი, მე უფრო თანდათან ლაგდება სიტუაცია. კიდე ნახოთ ახლა მაღალი ძალები რას კიდე გიმზადებენ პირად ცხოვრებაში, რას გიმზადებენ. აქ კი ბატონო, აქ მაქსიმალურად გამოხვალთ თქვენ, ანუ ის სიტუაცია, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებთ, რაზეც თქვენ ფიქრობდით, რაც თქვენ არ გაძინებდათ, ხო? თქვენ გამოდიხართ, იმიტომ რომ თქვენი აი გამოსვლა არის ამ სიტუაციიდან. ანუ თითქოს აქ даже როგორ არის გამოსვლაც კი არ არის, აქ თითქოს თქვენ მიდიხართ სიყვარულისკენ. აქ ნამდვილად აი ვიღაცამ გაიარა ურთულესი პერიოდი და აი აქ ახლა მოდის ადამიანთან სწრაფად მოდის, გაიგეთ სიტუაცია, რომელიც თქვენ даже შეიძლება ფიქრობთ, არ ვიცი, გამოვა, არ გამოვა, შევძლებ, არ შევძლებ, აი აქ მოდის თქვენი
საყვარელი ადამიანი, მაგრამ როგორ ენერგიებში იცით, როცა უკვე იმანაც ბევრი რაღაცაზე ფიქრობდა, ბევრ რაღაცას გაატანა წყალს, თუნდაც წყენი იყო, თუ რაღაცა იყო, ხო? მიხვდა ამ ადამიანმა, რომ რაღაც გაკვეთილები გაიარა და მიხვდა, რომ ანუ თითქოს ეს სიხარული მინდა, აღარ მინდა, თუ იყო ჩაკეტილი, თუ არ გამოდიოდა კავშირზე ადამიანი და უშო დიდი ხანი იჯდა. ხო, აი თქვა არ იცოდა როგორ მოვიქცე ან ბიჭებო თქვენ თუ არ იცოდთ, თქვენ აქ ნახავთ აუცილებლად, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი თემა არის. ადამიანი ფიქრობს, რომ მე მინდა ბედნიერი ვიყო, თუ აი ამ ჯოჯოხეთში ვიყო, რომელშიც უკვე კაი ხანი არის ეს ადამიანი, კაი ხანი არის ჯოჯოხეთში, როცა არ გამოდის კავშირს თქვენს მაგით ნერვებს გიშლის, თვითონაც ნერვებს იშლის, მაგრამ აქ შეიცვლება სიტუაცია და ნამდვილად მიხვდება, რომ მე მინდა, ანუ სადაც ჩემი სული მეძახეს, იქ მინდა წავიდე რა. და მინდა ვიყო ბედნიერად რა, აქ ბედნიერებას ირჩევს ადამიანი, რომ მაგას ქონდა ძალიან ბევრი ფიქრი, ძალიან დრო ქონდა ბევრი ფიქრისთვის რა, მაგრამ აქ განიკურნა ადამიანმა და გაიგო, რომ ანუ მინდა ბედნიერება, აი კი, აქ სიყვარული არის, აქ სიტუაცია დასრულდება, სადაც თქვა ადამიანი შეიძლება ვერ აკეთებდა არჩევანს, უფრო თქვა შეიძლება თავის თავს ირჩევდა, ну ეს თავის არჩევანი ცუდი არ არის, მაგრამ აქ როგორი მომენტი იყო, ანუ მარტო ამ ურთიერთობაში შეიძლება ფიქრობდა მხოლოდ და მხოლოდ თავის თავზე. და აი ზუსტად აქ მიხვდა, რომ ეს არის სისულელე, რასაც მე ვაკეთებდი, იმიტომ რომ ურთიერთობაში ორმა უნდა იმუშაოს აუცილებლად და ამიტომ ეს ჭკვიანური აზრები რომ არის, აი ეგრე მაღალი ძალები რა შვებიან, იცი გამოყავთ ეს ადამიანი, ანუ თქვენს გამოყავხართ ამ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც თქვენ იჯეკით კაი ხანი, მაგრამ ეს კარგი იყო, იმიტომ რომ აი აქ თითქოს მაღალი ძალები ეგრევე მაჩვენეს რომ ჩაერიან იმისათვის ამ ორს რო გაიგოთ ერთმანეთი, ანუ სხვანაირად რომ მიუდგნენ ამ გზას, გაიგეთ, სხვანაირად, უფრო სერიოზულად და არა თქვათ რაღაცა როგორც იყო აქ რა. კი ბატონო. აი აქ იცით როგორი სიტუაცია არის? აი როცა ადამიანი იყო თვითონ შეიძლება, ну ამის სირთულეებია გამოვლილი, სხვათა შორის ძალიან ბევრი სირთულეები რა. ბიჭებო, თუ თქვენ უყურებთ, იცოდეთ რომ ეს დამთავრდება. შეიძლება აქ ზოგი ადამიანი მართლა ხდება სვამდა, შეიძლება, ну რა ვიცი, რეიფს არ აკეთებდა რა, რაღაცებზე იჯდა. ну აი იყო მომენტი, მაგრამ აი აქ მაჩვენებენ რომ მოდის, ანუ განიკურნება და თითქოს ის გზა რომელიც იყო მისთვის ახლა აი დაკეტილიც კი არ იყო, უბრალოდ აი ბრძოლა ვიბრძვი, ჩემ თავს ვიბრძვი, გავაკეთო არ გავაკეთო, ხო? ნამდვილად აქ გაგეხსნებათ ახალი გზა, კი, აქ დაბალანსება მოხდება, აქ ახალი ენერგიები შემოდის, თქვენ იქნებით, ნახეთ, აი მაღალი ძალებს მიყავხართ ბედნიერებისკენ, არასწორი დავიჭირ. მიხვდით, ბედნიერება უნდა რაღაცა პერიოდი, რომელიც მართლა შემაწუხებელი იყო, რაც თქვენ გულს გტკენდათ, ეს დამთავრდება თქვენ იმით, რომ აი დაელოდეთ აქ გზავნილიც მოგივათ ვიღაცას, ხო? და ყოველ შემთხვევაში ან ადამიანი შეიძლება თვითონ თქვათ მოვიდეს და ესეთ სიტუაცია, რომ ვაფშე არ ცდილობდით, მაგრამ ну უკვე შეიძლება ფიქრობდეთ რა 50-50-ზე, რა ვიცი მე ახლა შეიძლება უსმენთ გაშლებს და ფიქრობთ რა ვიცი პირდება და არ მოვიდე ეს კაცი. ну აი ასე რა, აგაჩვენებენ ძალიან ნელ ენერგიებს რა, იმიტომ რომ ზოგს ახლა 2-3 შეიძლება გქონდათ ეს პაუზა რა, იმიტომ რომ ეს დაბნელების დერეფანი ხო მაგას მანამდეც აქვს რაღაც 2 თვე და იმის მერე 2 თვე და ჯამში კი გამოდის სადღაც 3-4 თვე, ხო, როცა მნიშვნელოვანი წყვილები არიან, ხო, ერთმანეთისთვის, ხო? რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოითხოვება და უფრო მეტ ისეთ სირთულეებში, ну ასეთ წოდებული სირთულეებში აგდებენ რა, ასეთ წყვილებს სინამდვილეში, აქ ახლა ну აი აშკარად რა, რომ სული მოვიდა აქ იმისთვის, რომ განვითარდეს და იდეალურ პარტნიორთან სული არ ვითარდება, იცოდეთ და რჩება თქვენ ну, გულით არჩევანი გააკეთეთ რა, გულით გააკეთეთ არჩევანი.
გულით არჩევანი გააკეთეთ, იმიტომ რომ თქვენთან ნამდვილად ბრუნდება ეს სიტუაცია, ბრუნდება ადამიანი, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, თქვენ გეძლევათ საშუალება, მაგრამ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ თუ თქვენ თხოვდით, ხო, ამ კი აქ კი გამოდიხარ, აი აქ მაჩვენებენ რას. შენ გამოდიხარ ამ მარტოობიდან, გამოდიხარ. ჩვენ ვაგზავნით შენსკენ ადამიანს ამ სიყვარულს, მაგრამ შენ უნდა გააკეთო გულით არჩევანი. შენ უნდა გააკეთო გულით არჩევანი. როგორი რა? რასთან? ხო, აი გინდა თუ არა ეს კომუნიკაცია. გინდა თუ არა ეს კომუნიკაცია, გინდა თუ არა ეს ურთიერთობა, რომელიც შენ თვლი რომ უკვე დაინგრა. მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, კიდე მაგასაც მიყვებიან, რომ აქ უკვე შეიცვალა სიტუაცია, აქ რაღაცა ნახეთ, ანუ ეს პერიოდი, რომელიც იყო თქვენთვის მოცემული, ხო, აი ამ ურთიერთობაში თუ თქვათ, ახლა თქვენ იქ წანით, ეს აუცილებელი იყო, იმიტომ რომ აქ უნდა იყოს ბალანსი, აქ თქვენ უნდა ანუ ამ ურთიერთობაში უნდა ესწავლოთ რა, რომ არ არის მხოლოდ თქვათ მე შენ და მე სადღაც ვარ, ხო? არა. აქ ზუსტად უნდა იყოს დაბალანსებული ურთიერთობა, რომ როგორც მე ვარ შენსკენ, შენც ეგრე უნდა იყოს ჩემსკენ. იმიტომ აქ ვაჩვენეს, რომ როგორ ადონეზე ადამიანმა დააფასა და მიხვდა რა. ნუ უნდა მიიღოს თუ რა უნდა ქნას. აქ სულ მაგას მეუბნებს, შენ გაიმარჯვებ, მეუბნებიან, შენ გამოხვალ რთული სიტუაციიდან, აუცილებლად გამარჯვებული. ნუ აქ მაჩვენებენ, რომ კი მოგცემენ თქვენ ახალ შანსს, მაგრამ თქვენ როგორ გამოიყენებთ, ეს უკვე თქვენი საქმე, ვინც ელოდებოდა, ვინც მუშაობდა თავის თავზე, კი ბატონო, აქ კიდე მოგეცემა თქვენ ახალი შანსი. ნახეთ, თვითბედი ჩაერთობა აქ და ნამდვილად შანსი გაქვთ თქვენ, რომ იყოთ მართლა ბედნიერი თქვენს იმპერატორთან. ნახეთ, იმიტომ რომ თქვენ აი აქ ძალიან მოქმედებდით ამ ადამიანის ცვლილებებზე, თქვენი ენერგიით, თქვენი შეიძლება მენტალით, რაღაცას თქვენ მართლა ძალიან მოქმედებდით და ამიტომ ეს ყველაფერი უკვე აი პაუზაში იყავით დიდხანს, შეიძლება ერთმანეთს აკვირდებოდით შორიდან, მაგრამ დრო მოვიდა იმისათვის, რომ თქვენს ურთიერთობაში უკვე დაიწყოს ახალი ეტაპი, სადაც თქვენ იქნებით მშვიდად, წყნარად და აი ეს თქვენი გაუგებრობები და რაღაცები, რაც გულს გტკენდა, თითქოს აი всё გადააგდებთ მაგ ყველაფერს რა. გადააგდებთ. აქ მე-13 არკანი უკვე ჩაერია და всё თქვენ გაძლევენ აქ დიდ ძალას ამ ურთიერთობაში. ხო, ნუ აქ ახლა უკვე მაჩვენებენ ამ ყველაფერს, რაც ახლა იყო და უშოთ რაც გითხარით. всё ჩემო ლამაზებო, მიიღეთ. კომენტარებში გელოდებით, ახლა რა ვისაც რეზონირდათ და როგორც ყოველთვის მე გისურვებთ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.